ჩვენთან არის ღმერთი დიდება შენ და ღმერთო მადლობა შენ და ღმერთო დიდხარ შენ უფალო და საკვირველია საქმეში არის ისტორიული მოვლენები ისტორიული თარიღები რომელიც აღემატებიან თავის თითქოს აღემატებიან თავის მნიშვნელობას აღემატებიან როგორც ისტორიულ მოვლენას აი ასეთი ზე თარიღი ზე ისტორიული თარიღი არის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია საქართველოს ეკლესიამ მიიღო ავტოკეფალია მეხუთე საუკუნეში დიდი ღვაწლი დიდი შრომა გასწია მეფე ვახტანგ გორგასალმა როცა დაადგინა იერუსალიმის პატრიარქის ლოცვა კურთხევით დადგენილი იყო პირველი კათოლიკოსი პეტრე რა იქნებოდა საქართველო რომ არ ქონოდა ჩვენ ავტოკეფალია ძალიან ძნელი წარმოსადგენია მაგრამ წყალობა ღვთისა და მადლი ღვთისა მადლმა ღვთისა მინება და საქართველოს მიეცა ავტოკეფალია ცნობილი დიდი კანონისტი ვალსამონი ამბობენ რომ საქართველომ და კვიპროსმა ნეტარი პეტრეს დროს მიიღო ავტოკეფალია თავისუფლება აი ამ ორ სიტყვას ხმარობს ავტოკეფალია და თავისუფლება ჩვენ მადლობთ უფალს რომ უფალმა ინება ავტოკეფალიის დადგენა საქართველოში წაზრები რომელიც აშენდა წიგნები რომელიც დაიწერა კულტურა რომელიც შეიქმნა ქრისტიანულ ნიადაგზე ყველაფერი ავტოკეფალიის შედეგია და გილოცავთ ავტოკეფალიის აღდგენის იგი იყო გაუქმებული და აღდგენილი 100 წლის წინ ჩვენ თავს ვიხდით კირიონის წინაშე ლეონიდეს წინაშე კალისტრატეს წინაშე ანტონ გიორგაძის წინაშე და სხვათა წინაშე რომელთაც დიდი ღვაწლი დიდი შრომით აღადგინეს 100 წლის წინ ავტოკეფალია ეხლა ჩვენ გადავიხდით პანაშვიდს ყველა ჩვენი წინაპრებისათვის რომელთაც
იღმაწეს საქართველოს ერისათვის და საქართველოს ქვეყნისათვის და ეკლესიისათვის ჩვენთან არს ღმერთი. ძირფასო ტელემოყურებლებო, მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ კიდევ ერთხელ გაიხსენა ის ადამიანები, ვინც განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიისათვის ბრძოლაში. უწმინდესი კირიონი, უწმინდესი ლეონიდე, უწმინდესი ამბროსი, უწმინდესი ქრისტეფორე, უწმინდესი კალისტრატე, მელქისედეკი, ეფრემი და დავითი. ამავე დროს მე მინდა გავიხსენო ის ადამიანები, ის მღვდელმთავრები, რომელიც მის უწმინდესობასთან ერთად ამ ავტოკეფალიისათვის ბრძოლაში იყვნენ. ეს გახლდათ მეუფე ზინობი მაჟუგა, რომელიც იმ მაშინდელი გაფართოებული სინოდის წევრი გახლდათ. მეუფე გიორგი ღონღაძე, მეუფე გრიგოლი ცერცვაძე, მეუფე ნიკოლოზი მახარაძე, მეუფე იოანე ანანიაშვილი, მეუფე კონსტანტინე მელიქიძე, მეუფე დავით ჭკადუა, მეუფე შიო ავალიშვილი, მიტროპოლიტი ათანასე ჩახვაშვილი, მთავარეპისკოპოსი ამბროსი ქათამაძე, ეპისკოპოსი ქრისტეფორე წამალაიძე, მიტროპოლიტი კალისტრატე მარგალიტაშვილი, მიტროპოლიტი ვახტანგ გახვლედიანი, მიტროპოლიტი ზოსიმე შიაშვილი, მიტროპოლიტი გიორგი შალამბერიძე. ეს ის მღვდელმთავრები არიან, რომელთა ნაწილი გარდაცვლილია და რომელიც სწორედ ამ ავტოკეფალურ მოძრაობისათვის იმ დიდ ბრძოლაში, რომელსაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ატარებდა, ის გვერდით იყვნენ. ასევე არ შემიძლია არ გავიხსენო ის მეცნიერები, რომელიც ძალიან დიდ როლს ასრულებდნენ აი მტკიცებულების საბუთების მოგროვებაში. პროფესორი ნოდარ ლომოური, პროფესორ აკადემიკოსი ელენე მეტრეველი, ხოლო ასევე განსაკუთრებულად უნდა მიულოცოს დღესასწაული აკადემიკოს მარიამ ლორთკიფანიძეს, რომელიც დიდ როლს ასრულებდა ამ მოლაპარაკების დროს. ეს გახლავთ სულის საოხად, მათი სულის საოხად გადახდილი შესრულდება ახლა პანაშვიდი, ვინც ავტოკეფალიისათვის ბრძოლას შეიძლება ესე ითქვას, შესწირა თავიანთი სიცოცხლე, მათი უმრავლესობა პატრიარქებისა, ვინც ამისთვის იბრძოდა, წმინდანად არის შერაცხული. და ასევე სხვა მრავალი სამუდელოება და თუ საერო პიროვნებები, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ და იბრძოდნენ. თანადგომა იყო გამოხატული არა მხოლოდ იმით, რომ ყველა მეცნიერი ვერ იქნებოდა და მეცნიერულად ვერ დაასაბუთებდა, რა თქმა უნდა, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას, მაგრამ ლოცვითი შეწევნა ის, რაც ბატონმა სერგომ ბრძანა, რომ 10,000 ხელმოწერა შეგროვდა, 10,000 კაცი, რა თქმა უნდა, ყველა ვერ მიიღებდა მონაწილეობას, თქვათ, სამეცნიერო პუბლიკაციებში და ვერც კრებებში მიიღებდა მონაწილეობას, მათი თანადგომა იყო ეროვნულ პატრიოტული სულით ავსებული, სარწმუნოებრივი სულით აღსრულებული პირველ რიგში, იმიტომ რომ ისინი თავიანთი ლოცვით უერთდებოდნენ ამ საქმის აღსრულებას და დაგვირგვინებას და ეხლა მათთვის შესრულდება სწორედ ეს პანაშვიდი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მიცვალებულთა ხსენება, როგორც უკვე მოგახსენეთ, რომც არ ყოფილიყო კალენდრულად ეს დღე, ტრადიციულად უწმინდესი ყოველ 25 მარტს, ახალი სტილით 25 მარტს, ძველი სტილით 12 მარტს აღასრულებს აი ამ პანაშვიდს მათი სულის საოხად. ასევე მე ვისარგებლებ მომენტით ბატონო სერგო და დემეტრე თავდადებულის ხსენება არის ჩვენი არქიდიაკონი მის სახელს ატარებს, ანგელოზის დღე აქვს და მიულოცოთ, იმიტომ რომ ის ერთგულად ემსახურება საქართველოს ეკლესიას უკვე მრავალი წელია, თავისი კეთილი ხმით ამშვენებს ჩვენს წირვალ ლოცვებს და პატრიარქს, რა თქმა უნდა, ერთგულად ემსახურება უკვე 1993 წლიდან ის დიაკონი გახლავთ მისი უწმინდესობის. კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო ის ადამიანების მღვდელმთავრები, რომლებიც ავტოკეფალიისათვის ბრძოლაში იდგნენ ჩვენი ეკლესიის სადარაჯოზე. ეპისკოპოსი პეტრე კონჭოშვილი, რომელიც ვერ მოესწრო ავტოკეფალიას, იგი 1909 წელს გარდაიცვალა და ეპისკოპოს პეტრე კონჭოშვილის ძალიან საინტერესო მიმართვა არის ქართველი ხალხისადმი 1909 წელს დაწერილი. სამწუხარო იქნება თუ საქართველოს მიწაწყალი გადავა სხვა ტომთა ხელში და ჩვენიერი კი დარჩება ბოგანო.
უკვე თუ ჩვენმა ერმა დაიცვა თავისი არსებობა აკომანდის ეს სხვადასხვა მიზეზთა შორის იმისათვის რომ თავის მამულზე მის წინაპართა სისხლით მორწყულ მიწაზე იყო მტკიცედ დამკვიდრებული თხილად ქართველები ეს იყო ეპისკოპოსი პეტრე კონჭოშვილის მიმართა ასევე ავტოკეფალურ ბრძოლაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ეპისკოპოსი პიროს ოქროპირიძე მიტროპოლიტი მიტროპოლიტი გიორგი ალადაშვილი, მიტროპოლიტი დავით კაჭახიძე, მიტროპოლიტი ანტონ გიორგაძე, მიტროპოლიტი ამბროსი ხელაია, მიტროპოლიტი ნაზარი ლეჟავა, მიტროპოლიტი ქრისტეფორე ციცქიშვილი, შემდეგ კათოლიკოს პატრიარქი, როგორც ამბროსი ხელაია. დეკანოზი კალისტრატე სინცაძე, შემდეგ უკვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და კიდევ ერთი, რომ ამ ავტოკეფალიის აღდგენის აქტს ხელს აწერდა მაშინ სრულიად ახალგაზრდა სტუდენტი გრიგოლ შიოზძე სიდამონიძე, ჩვენი დიდი პატრიარქის ეპისკოპოსად მაკურთხეველი ეფრემ მეორე. ყველას ახსენდება ის ადამიანები, ის ხელმოწერები, ეხლა ყველას ეძღვნება, ყველას სულის მოსახსენებელი პანაშვიდია დღეს, ვინც ამ დიდებული აქტის გასრულებაში და წარმატებით დაგვირგვინებაში მთავარ როლს ასრულებს. მე უნდა გავიხსენო აქვე ბატონო სერგო თქვენი ნებართით მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევა რომელიც მან დაავალა ქართველებს ლოცველ მორწმუნე საზოგადოებას ყველას თქვა რომ განსაკუთრებულად ილოცეთ თქვენი წინაპრებისთვის და შეადგინა სპეციალური მოსახსენებელი სადაც ჩვენი მეფეები კათოლიკოს პატრიარქები არიან ჩამოწერილნი და მათ ვიხსენებ თვითონ ესეთი ახსნა მოუძებნა ჩვენმა უწმინდესმა ამას რომ ისინი ძალიან დაგვეხმარებიან ჩვენ კათოლიკოს პატრიარქები კონკრეტულად ეკლესიის საქმიანობის კეთილად წარმართვაში და მეფეები ჩვენი ქვეყნის გამთლიანება გამტკიცებაში ასე რომ ეს მოსახსენებელი რომელიც ყოველ წირვაზე წაკითხულია ხოლმე ბევრ ტაძარში მე როგორც ვიცი და მე მგონი ყველაში ძალიან მართლაც თითქოს ერთ მუშტად კრავს ზეციურ და ამ ქვეყნიურ საქართველოს ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ამ წირვაში რომელიც უდიდესი მისტიური მსახურებაა ნახეთ ერთ ბარძიმში ვერთიანდებით ჩვენ აქ მყოფი ადამიანები ნუ ცოცხლებს რასაც ვეძახით იმიტომ რომ ღმერთისთვის ყველა ცოცხალი და ის გარდაცვლილები რომლებიც გავიდნენ უკვე ამ ქვეყნიდან ერთ ბარძიმში ეშვება ჩვენი სახელები ყველასი და ქრისტე ყველას ერთმთლიანად უკრავს და გვაერთიანებს და ეს უმნიშვნელოვანესი მომენტია მათი მოხსენიებით როდესაც ჩვენ შევთხოვთ მათ საქართველოს ეკლესიის ერთობას, მთლიანობას, ჩვენი ტერიტორიების აღდგენას და ასე შემდგომ. და ამის დამსახურება მისი უწმინდესობა ხშირად ამბობს, რომ ყველაზე დიდი რამ, რაც გამიკეთებია, ეს არის შვიდგზის ლოცვა. მე ვფიქრობ, რომ ეს მისი თავმდაბლობის გამოხატულებაა, იმიტომ რომ არაერთი ინიციატივა ქართული საგალობლიდან დაწყებული, რა ვიცი, ქვეყნის გამწვანებით დამთავრებული, მე მგონი უწმინდეს ეკუთვნის დღევანდელ დღეს და არ შეიძლება არ აღინიშნოს აქ ის უდიდესი ღვაწლი, რომელიც საამების საკათედრო ტაძრის მშენებლობას ეხება ეს საქართველოს პასპორტი და მეორე მისი იდეა ძალიან მნიშვნელოვანი სხვა იდეებთან ერთად ეს არის მახათას მთაზე მშენებლობა იმ ტაძრისა რომელსაც ყველა ქართველი აშენებს ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი რამ რომ ყველა ქართველი არ არის ერთი ქტიტორი არ ყავს ამ ტაძარს ეს არის აბსოლუტურად ყველა ნებისმიერ ქართველს შეუძლია თქვას რომ მე ღვაწლი მაქვს ამ ტაძრის მშენებლობაში მამო კიდევ მინდა გავიხსენო სწორედ ის საერო პირები რომელიც ამ ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ეს იყო ნიკო მარი ალექსანდრე ცაგარელი ალექსანდრე ხახანაშვილი ზურა ბავალიშვილი ივანე ჯავახიშვილი ექვთიმე ღვთისკაცი თავისთავად ცხადია წმინდანი გახლავთ წმინდა ექვთიმე თედო სახოკია მახსენდება თედო სახოკია პავლე ინგოროპა იპოლიტე ვართაგავა შემდეგ სარგის კაკაბაძე ძალიან ბევრი ის ადამიანები წერენ
როდესაც ჩამოვთვალე მის უწმინდესობას, რომ განსაკუთრებულად ეხმარებოდნენ აც გარდაცვლილი ბაბილინა ლომინაძე იყო ასეთი პროფესორი, ერთადერთი, რომელიც საეკლესიო ისტორიაზე მუშაობდა მაშინ და ძალიან დიდი როლი შეასრულა. ერთი სიტყვით ყველანი ერთად იყვნენ ამ საქმეში და სწორედ ერთიანობა არის ძვირფასო ტელემაყურებლებო ჩვენი წარმატების საწინდარი. ჩვენ უნდა ავმაღლდეთ ამ ვიწრო პარტიულ ამბიციებზე. ჩვენ უნდა ავმაღლდეთ იმ პიროვნულ შეუთავსებლობა თუ რაღაც მიუღებლობაზე და როდესაც საქმე ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს დედა ეკლესიას, ამ ურთულესი გამოწვევების წინაშე რაშიც დღეს მსოფლიოა აი ამ დროს ქართველ ხალხს ჭირდება სრული ერთიანობა, სრული თანხმობა, რომ ამ გამოწვევებს ჩვენ ღირსეულად გავუმკლავდეთ და შევძლოთ დავიცვათ ის მონაპოვარი, რაც არის 1918 წლის 26 მაისის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, რომელიც განმტკიცდა 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობით. და ის განვამტკიცოთ ის, რაც 1917 წლის 12 მარტით დაიწყო და რომელსაც ქვია საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია, თავისუფალი ეკლესია, აღარ ვართ მონა, არამედ აზნაური და უფალს ვთხოვოთ, რომ გაგრძელდეს დიდხანს აზნაურობა, თავისუფლება ჩვენი დედა ეკლესიის. წეგან ერთობაზე ბრძანებდით ბატონო სერგო და მე ისევ დაუბრუნდები იმ თემას უწმინდესის მიერ აღსრულებულ 8 წელს, რომელიც 7 გზის ლოცვას გულისხმობდა, რამდენად უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ ერთობას, რომ გარკვეულ საათებში წარმოიდგინეთ ჩერდება რაღაცა შენი ცხოვრების რიტმი, ამ ყოველდღიური რიტმიდან უნდა ამოვარდე, ამ საათზე უნდა გაჩერდე, წაიკითხო ის ლოცვა და ხვდები რომ მარტო არ ახარ, მთელი ერი შენთან ერთად სასულიერო თუ საერო დასი ყველა მლოცველი ადამიანი ამ ლოცვას
კითხულობს და ვერთიანდებით ყველანი ამ ლოცვით. ასე რომ ეს მისი უწმინდესობის დამსახურება ისევე როგორც წეღან წამოვიწყე საუბარი მახათასთან დაკავშირებით ისიც სწორედ ამ მნიშვნელობით რომ თითოეულ ქართველს შეუძლია თქვას რომ მე ავაშენე ეს ტაძარი. ასე რომ ამ ერთობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და რაც მთავარია აქ იყო იდეა თვითონ მის უწმინდესობის მიერ მოწოდებული. აღარ საუბრობ უკვე იმ თემაზე ჩვენი დემოგრაფიის გამოსწორების მიზნით მისი უწმინდესობის ინიციატივა ყოველი მესამე შვილის მონათვლისა და შემდგომ კიდე რამდენიც დაიბადება ოჯახში ძალიან ბევრ ადამიანს მე ვიცნობ პირადად რომ გადაწყვიტეს ყოლოდაც კიდევ ერთი შვილი ვიღაცას სამი თუ ყავდა მეოთხე და ორი თუ ყავდა მესამე და მოვლენოდა ამ ქვეყანას არაერთი ადამიანი მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით. ასე რომ ამ ყველაფერს ძალიან დიდი გაფრთხილება სჭირდება და ჩვენ გვაქვს ეს საშუალება მოუწოდოთ ჩვენს ტელემაყურებელს საზოგადოებას ჩვენს სვენელს ყველას უთხრათ რომ ამისი გაფრთხილება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ კეთილსინდისიერი მოქალაქეობით შენი ქვეყნისა და შენი ეკლესიისა. რასაკვირველია მამო ნამდვილად ეგრეა კიდევ ერთხელ მინდა მიულოცო ჩვენ ხალხს დედა ეკლესიას მის უწმინდესობას და უნეტარესობას წმინდა სინოდს და თითოეულ სასულიერო პირს ავტოკეფალიის საღდგენის სასიწლისთან. ჩვენი არქიდიაკონი მამა დემეტრე რომელსაც დღეს ანგელოზის დღე აქვს წეღან მიულოცეთ აღესრულება ჯვარზე მთხვევა მღვდელმთავრები მიბრძანდებიან სათითაოდ უწმინდესთან ემთხვევიან ჯვარს უწმინდესის ხელში და შებრძანდებიან საკურთხეველში. საოცარი იქნებოდა 100 წლის წინ აი ეს დღე და ეს საათები და ეს წუთები ამავე საოცარი გამორჩეული დღე მაშინ ალბათ ერთ-ერთი გამორჩეული დღე მაშინ რო ყოფილიყო ტექნიკის ესეთი საშუალება ბატონოს ერგო და ჩვენ ამის ხილვის საშუალება მოგცემოდა ძალიან ისეთი ემოციური კადრები იქნებოდა ნამდვილად. თვითფასო ტელემაყურებლებო შეგახსენებთ რომ ეს იყო განსაკუთრებული დღე. Amen. Amen.
თქვენი ლოცვით და კარგად ყოფნით თქვენი უწმინდესობა. ღმერთმა ადღეგრძელოს ჩვენი ქვეყანა გაამთლიანოს და ჩვენი ეკლესია გააძლიეროს. ამავე დროს მინდა შევნიშნო ძვირფასო ტელემაყურებლებო, რომ ჩვენ კიდევ მოგვიწევს პირდაპირ ეთერში შეხვედრა, ეს იქნება წინვაღლი აღდგომის დღესასწაულზე, გავათენებთ ალბათ და აღდგომამდე კიდევ ბევრი დღესასწაულებია, ხარება ბზობის დღესასწაული და ყველაფერი მინდა მოგილოცოთ ერთად ძვირფასო ტელემაყურებლებო და შეგახსენოთ, რომ ჩვენ წინ გვაქვს ასევე საერო დღესასწაულები 31 მარტის რეფერენდუმი, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, 9 აპრილის დღესასწაული, როდესაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ყველა ამ დღესასწაულს გილოცავთ. დღესასწაული მარტო დღესასწაულისათვის კი არ არის, თუნდაც ის დროსაც დღეს აღნიშნავთ ჩვენ ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის თავს, ეს მარტო დღესასწაული არ არის. ამას კარგად გააზრება სჭირდება თითოეული ჩვენთაგანისაგან, ამას სჭირდება ძალიან სერიოზული ფიქრი, რომ როგორ განვამტკიცოთ, როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა, როგორ განვამტკიცოთ და გავაძლიეროთ ჩვენი დამოუკიდებელი ეკლესია. გილოცავთ და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტელევიზიის საზოგადოებრივი მაუწყებლობის პირველი არხის მეშვეობით და მადლობას მოახსენებ პირველი არხის ხელმძღვანელობას, შემოქმედებით ჯგუფს, რომელიც აი ამ ღონისძიებას უყურირებს, რომ საშუალება მისცა საქართველოს და საქართველოს საზღვრებს გარეცვალებ ჩვენს თანამემამულეებს, რომ თეანაზიარი ყოფილიყვნენ ამ საზეიმო წირვისა და ამ საზეიმო წირვას კომენტარებს უკეთებდით დეკანოზი მამა კახაბერ გოგოტიშვილი და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრეევი წოდებული სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე. როდესაც მე ვეცნობოდი საარქივო დოკუმენტებს, როგორ მივედით 1917 წლის 12 მარტამდე და შემდეგ როგორ გაიარა გზა ჩვენმა ეკლესიამ, ეს არის გოლგოთისა და ამაღლების გზა. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ასე ვთქვათ და ეს გოლგოთისა და ამაღლების გზა კვლავ გრძელდება. ერთხელ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ხატოვნად ბრძანა, რომ ჩემი პატრიარქობის ეს ხანა არის მზიანი ღამის ხანა და ასევე თქვა, რომ იმედია, რომ მზიანი ღამე გათენდება. ღმერთმა მზიანი ღამე გაუთენოს სრულიად საქართველოს, ჩვენს ტანჯულერს, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ქვეყანას, იმ უმძიმესი პრობლემებით დამძიმებულ ჩვენს ქვეყანას, როგორიც არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, როგორიც არის ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის საკითხი და უსურვოთ გამძლეობა ჩვენ ხალხს, უსურვოთ შეუპოვრობა, წარმატება და ერთიანობა იმ მთავარი იდეის გარშემო, რასაც ქვია ჩვენი სახელმწიფოს ძლიერება, რასაც ქვია ჩვენი ეკლესიის ძლიერება. მრავალჟამიერ და კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს. მეც მადლობა მინდა გადავიხადო ბატონო სერგო, პირველ რიგში საზოგადოებრივ მაუწყებელს მინდა გადავიხადო მადლობა ეკლესიის სახელით, იმიტომ რომ ამისი საშუალება ეძლევათ ადამიანებს, რომ წირვა პირდაპირ ეთერში მოისმინონ ისეთი საინტერესო საუბრები და დღევანდელ დღეს განსაკუთრებულად ავტოკეფალიასაც ეხებოდა. მადლობა მინდა ამისთვის თქვენ გადაგიხადოთ ბატონო სერგო და ვისურვო მეც რომ აი დღევანდელი წირვის მადლით აი ამ ავტოკეფალისტთა ესე უწოდებთ იმ ადამიანებს, ვინც ძალიან დიდი ღვაწლი გასწია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალისთვის, მათი ლოცვით ღმერთმა გაამთლიანოს და გააერთიანოს ჩვენი ქვეყანა. ამინ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. აი ნახეთ როგორ ნისლიანი იყო დასაწყისი დღევანდელი დილისა, როგორ გადაიყარა ეს ნისლი, მზემ გამოანათა და თავისი წყალობელი თვალით გადმოხედა. შესანიშნავი კადრებია ნამდვილად. ორივე მაუწყებელი წარმოგიდგენთ. საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის 100 წელი. როცა ებრძოდნენ საქართველოს, პირველ რიგში ებრძოდნენ